და წმინდას აღდგომასა შენსა ვუგალობ და ვადიდებ. აი, როდესაც მე ვიაზრებ თუ ღმერთმა ჩემთვის რა გააკეთა და რა ფასი დაჯდა მისი ჩემდა მის სიყვარული, იმ დროს, როცა ესე იგი ჯვარს აცვეს უფალი, სხვადასხვა საშუალებები იყო ადამიანის მოკვდინების და ერთ-ერთი საშინელი საშუალება, რომელიც არსებობდა, ეს იყო კოცონზე ცოცხლად დაწვა. ესე იგი, წარმოიდგინეთ, კოცონზე ცოცხლად დაწვა იყო ნაკლები სასჯელი ვიდრე ჯვარცმა. ანუ ჯვარცმა უფრო საშინელი იყო. ეთყობა კოცონზე ეთყობას ადამიანი უცებ კვდება. იქ ცეცხლს ჩაყლაპავს რაღაცა და ჯვარცმა გძელდა შეიძლება რამდენიმე დღეს გაგძელებულიყო. ანუ ეს იყო ყველაზე საშინელი. და აი როცა აი ამას ვიაზრებ, რომ ღმერთმა რა გააკეთა ჩემთვის და ამ საშინელების, რაც ღმერთმა თავის თავს მოაწია ჩემთვის, ამის გაცნობიერების შემდგომ ხდება უკვე აი ეს კადნიერება მეძლევა იმიტომ რომ ამის გაცნობიერებას მოყვება მადლიერება და ამის მერე გაცნობიერება მოყვება რა წმინდას აღდგომასა შენსა ვუგალობ და ვადიდებ. ხედავთ, იმისათვის რომ მე აღდგომის დღესასწაული განვიცადო, გალობის შინაგანი მდგომარეობა მქონდეს და დიდების და დიდება ეს არის ცხოვრების წესი, უბრალოდ სიტყვა კი არა, ამისათვის საჭიროა რომ მე ამის წინ ვაცნობიერებდე ჯვარცმის დიდებულებას, ღმერთის ჯვარცმის სიდიადეს და შესაბამისი მადლიერება გამაჩნდეს.